გადაიყვანეთ კლინიკაში ანასტასია ზინოვკინა. უკვე რამდენიმე დღეა აქტივისტები ითხოვენ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს ანასტასია ზინოვკინას, რომელიც საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მოქალაქეებმა ორშაბათს ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს სახალხო დამცველის ოფისთან და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. ლევან იოსელიანთან შეხვედრა ვერ შედგა, თუმცა მის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ უახლოეს საათებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი დაკავებულს მოინახულებს. ასევე მათი თქმით, სახალხო დამცველი მოითხოვს პენიტენციური სამსახურიდან მალე გადაეცეთ დასკვნა ანასტასიას ჯანმრთელობის შესახებ. მე პირადად აქ მომიყვანა ელემენტარულმა ადამიანურმა თანაგრძნობამ ადამიანის მიმართ, რომელიც რუსეთში იყო ანტისამთავრობო აქტივისტი, გამოექცა პუტინს, ის მრავალჯერ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული რუსეთში თავისი აქტივიზმისთვის, მაგრამ დღეს ჩვენ იმდენად ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შეიძლება ითქვას რუსეთზე არათავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შესაძლებელია. სადაც ანასტასია ზინოვკინას ჩაუდეს ნარკოტიკი, მის საქმეში არ ფიგურირებს დამოუკიდებელი მოწმე, მხოლოდ პოლიციის ჩვენების შედეგად არის ის დაკავებული, მას ყავდა მიკერძოებული თარჯიმანი, მას ძალედობდნენ სექსუალურად შევიწროების მსხვერპლი იყო ის დაკავების მომენტში, მისი დედა არ შემოუშვეს ქვეყანაში, იმისთვის რომ შვილი მოენახულებინა, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ისჯება თავისი აქტივიზმისთვის. საპროტესტო აქციამდე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებენ. თუმცა მათივე თქმით, მათ მანდატში არ შედის მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმარი დაკავებიდან 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 6-ჯერ მოინახულეს. ბოლოს პატიმართან გასაუბრება პარასკევს 31 ოქტომბერს შედგა. სახალხო დამცველის აპარატმა მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. შინაგან ქმნიდა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს. ამასთან სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს. ამ მიზნით აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმების მიერ. 31 ოქტომბერს პატიმართან გასაუბრების შემდეგ იმავე დღეს აპარატმა დამატებით გამოითხოვა კონკრეტული სამედიცინო მომსახურების სამსახველი დოკუმენტის ასლი. მოცემული დროისთვის სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით. უნდა აღენიშნოს, რომ სახალხო დამცველი მოქმედებს დაკავებულ პირთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და რამდენადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას, აპარატის მიერ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ თავისუფლება აღკვეთილი პირის თანხმობის შემთხვევაში. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის ან მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. შეშფოთება ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაჩნდა მას შემდეგ, რაც მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ვერ იღებდა შესაბამის მკურნალობას სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. განცხადებაში საუბარი იყო მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზეც. წავიკითხე პოსტი მისი საშინაო მდგომარეობის შესახებ და ჩვეულებრივად ცუდად გავხდი, არ მინდა ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც პატიმრებს აწამებენ და ელემენტარულ რაღაც ექიმის დახმარებას ვერ იღებდეს. იქ წერია, რომ 8 საათი იატაკზე ბოდიში ეგდო და შველას ითხოვდა პამპერსი მიუგდეს, საშინელი ჭუჭყი არის იქ და მისთვის ამ მომენტში არ ვიცი, წარმოუდგენელია ჩემთვის როგორ უძლებს ამხელა ტკივილს იქ მარტო ყველა მხარდაჭერის გარეშე. ამავე საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგიც გამართეს. მათ ისაუბრეს საპროტესტო აქციებისას დაკავებული რუსეთის მოქალაქეების შესახებ. ანასტასია ზინოვკინას, არტემ გრიბულისა და ანტონ ჩეჩინის საქმეებზე. ასეთი ბრალდების საქმეებში უნდა არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულებები, არა ერთი, არამედ რამდენიმე ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები და რაც მთავარია, ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ჩხრეკის პროცესს. აი ამისთან მტკიცებულებების უქონლობის მიუხედავად, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე და ასევე თარჯიმნებზე დაყრდნობით, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვერ ჩაითვლებიან ნეიტრალურ მოწმეებად, აი ამ მტკიცებულებების საფუძველზე ეს სამი ადამიანი ციხეში გაუშვეს 8 ნახევარი წლით.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი ანასტასია ზინოვკინას საცხოვრებელი პირობების სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და იგი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. განცხადებაში წერია, რომ დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს. პატიმრის მხარდამჭერები კი იმედოვნებენ, რომ ექიმების დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მალე გასაჯაროვდება და რომ ახალგაზრდა ქალი შეძლებს სათანადო მკურნალობის მიღებას.